მოგესალმებით დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას. ვნახოთ აგვისტოს თვის განხილვა, რა სიახლეები გელოდებათ აგვისტოში. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, უფრო რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? და რა ენერგიებში იქნებით აგვისტოს თვეში? რა ენერგიები შემოვა? რა თქმა უნდა, კარგი. რა ენერგიებში იქნებით აგვისტოს თვეში? რა ენერგიებში ხართ ახლა? ძალიან კარგი ენერგიებში ხართ. ცოტა ენერგიებში ნამდვილად არ ხართ და ძალიან კარგი. ზოგიერთ შეიძლება მუშაობდეს თავისი ოცნებების, თავისი გეგმების, თავისი იდეების განსახორციელებლად. აი თითქოს რაღაცნაირად მთელი გულით უნდა გაგეხარდეთ. ზოგიერთ შეიძლება ელოდება თავისი ადამიანის დაბრუნებას გზიდან. აი თითქოს როგორ ხართ იცით, მთელი გულით ელოდებით როდის დაბრუნდება თქვენი ადამიანი და თუ ესე მოხდება, თქვენ თითქოს დიდი ხნის ოცნება აგიხდებათ. აი ძალიან ნატრობთ ამ ადამიანის დაბრუნებას. თუ ეს არ ეხება პირად ურთიერთობას, მაშინ თქვენ ჩაფიქრებული გეგმა რაც გააქვთ, იდეები, ძალიან გინდათ რომ განახორციელოთ და ერთი სული გაქვთ როდის იმოქმედებთ და როდის გამოვა ეს ყველაფერი ისე როგორც თქვენ გინდათ. აი თითქოს ფინანსური კმაყოფილებაც უნდა გქონდეთ და მადლიერებაც. აი თითქოს თქვენი სულის გზაზე მიდიხართ და თითქოს სულ აი როგორ გითხრათ იცი, განთავისუფლება მოდის, რა უნდა განთავისუფლდეთ იმ ძველი ტვირთისგან, რაც თქვენ აღარ გემსახურებათ და აღარ გჭირდებათ. რა გელოდებათ? ის რა უკუნა მილაგებია. რა გელოდებათ? მკვეთრი ცვლილებები, განახლება, თქვენი ვარსკვლავის გახსნა. თუ აქამდე თქვენს ცხოვრებაში იყო ასე რომ ერთი და იგივე სიტუაცია გქონდათ და ვერ მოქმედებდით, აი თითქოს რუტინულად ერთი და იგივე ადგილს გეპნიდით და არ შეგეძლოთ წინსვლა, უბრალოდ შეგეძლოთ, მაგრამ ამას არ აკეთებდით. ზოგიერთიდან იქნება ასე რომ თქვენს ცხოვრებაში მოხდება მკვეთრი ცვლილებები, ძველი რაღაცები, რაც ინგრევა და რაც თქვენ აღარ გემსახურებათ და რაც თქვენ გულს გტკენდათ, გაუშვებთ, აღარ ჩაეჭიდებით და თითქოს თქვენი როგორ თქვა იცი, თქვენი განთავისუფლება მოდის ასევე სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. აი თქვენ მაღალი ძალებით დაგეხმარებიან, თქვენი საყვარეული დაგეხმარებიან და თქვენს აი თითქოს ზოგიერთთან იქნება ასე რომ თქვენს ვარსკვლავს დაინახავთ რა. კიდევ რა სიახლეები ელოდებათ? არჩევანის საშუალება, ძლიერი ენერგია. აი თითქოს ყველაფერი იქნება იცით როგორ აი იქ ზემოთ რაც დაიწერა, აქ დედამიწაზე უნდა ასრულდეს. სუფთა ენერგია, ძლიერი ენერგია. უფრო მაგიური ენერგია არა, უფრო სუფთა ენერგია. აი თითქოს თქვენს როგორ თქვა ძალებს გამოიყენებთ, თქვენს ენერგიას მომართავთ თქვენთვის, აირჩევთ, გექნებათ არჩევანის საშუალება, რა გააკეთოთ, სად წახვიდეთ, როგორ იმოქმედოთ, ემოციებს აყვეთ თუ არა, ასევე რა გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ აი ცოტა და შემდეგ იმოქმედებთ, მაგრამ აი თითქოს ძლიერად და უხეშად არა. აი იცით როგორ ისეთი გაბრაზებული იმპერატორი ყავს, მაგიტაზე ურტყავს მოჭს. ნუ შეიძლება თქვა გიდა იმპერატორი არის ქმედი. დიახ. ანუ სიბრაზით და სიმკაცრით არა. სიყვარულით, სითბოთი და ერთგულებით შეგიძლიათ მართოთ ნებისმიერი რამე, ოჯახი, სამსახური, ფინანსები, ნებისმიერი საკითხი თქვენს ცხოვრებაში, გულით, სულით და აი როგორ თქვა, სიმშვიდით რა. სიბრაზით და
ძლიერი ენერგიებით არა, უფრო სიმშვიდით.